რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. დღეს გავიგებთ რა ხდება დიდუბის რაიონში. ახლა ვიმყოფებით წერეთელზე. ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რას ფიქრობენ ახლად რეაბილიტირებულ გამზირზე. რა გაუმჯობეს და რა გაკეთდა და რა იდეები აქვთ მათ. გზის რეაბილიტირებამდე თუ გახსოვთ აქაურობა როგორი იყო და ახლა როგორ შეიცვალა? ახსოვს ბებო, აქ ვცხოვრობთ 2010 წლიდან. ჩემი შვილმა იყიდა გბინა და 2010 წლიდან ვიყავით აქ. რა თქმა უნდა, საცობები აი ახლა რო უყურებ, ესე იგი აი როგორ გითხრა, ენით აღუწერელი სილამაზე. ჯერ ნაგვის ბუნკერები რა ლამაზი მოწესრიგებული. მერე შუქნიშნები, აი გადავდივარ ყოველ დღე გადამყავს შვილთა შვილები დაჟე. შვილიშვილები ხო გამზარდე, ახლა შვილთა შვილიშვილები დამყავს გამოფენაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ ერთი სიტყვით. მომწონს წერეთელი ნეტა ყველგან ასე იყოს. კი, ძალიან კარგად მახსოვს წერეთელი, იმიტომ რომ 6 წელი აქ ვცხოვრობ და ეს ეხა რაც გაკეთდა მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ტრანსპორტით როცა საუბრობთ დაახლოებით დანიშნულების ადგილზე ვარ 15 წუთში რა. ხო და ტროტუარს რაც შეეხება, უფრო მეტი ყურადღება რო დაეთმოს ტროტუარებს, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურად ავტომობილები აყენია და ფეხით ვერ გაივლი რა. რა ვიცი, ხო ისეთი ინფრასტრუქტურულად, ვიზუალურად როგორ მოხდა? ნორმალურია, კარგია. უფრო მეტი სიმწვანე რო იყოს, უფრო კარგი იქნება. ანუ მარტო ეს მხარე რო აქ გამოფენა, ეგრე არა რა. ცოტა იქითაც რომ მიაქციონ ყურადღება, აი ქუთაისის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, ანუ სადაც აი სულ ავტონაწილებია ხალხნო, აი თხილად მივდივარ ხოლმე, რომ სადმე არ შევარდე. ოღონდ მართლა, აი უფრო იქით მხარე წერეთელს თუ მიექცევა ყურადღება, ძალიან კარგი იქნება. რეაბილიტაციის შემდეგ საკმარისად კარგად შეიცვალა ყველაფერი, ტრანსპორტიც იდეალურია. რავი, ყველაზე სწრაფი არის ამ ეტაპზე რა, საცობებიდან გამომდინარე. მანქანით არ დავდივარ და პირდაპირ უფრო სწრაფად და კომფორტულად მივდივარ ტრანსპორტით. საზოგადოების მხრიდან უსაფრთხო არის, ყველგან შუქნიშნები არის, გადასვლა გადმოსა თან გამკაცრეს ახლა. ჯარიმებს წერენ და აქედან გამომდინარე მივესალმებით ამ ყველაფერს რა. უნდა მივეჩვიოთ, რომ ზებრაზე უნდა გადავიდეთ და არა შუაგზაზე. თქვენ რა შეცვლით დიდუბის რაიონში? დიდუბის რაიონში აი მარჯანიშვილს აუყრიდი სიამოვნები თავის გვაფენილია. რავი, ნაცების გაკეთებულს შეუცვლიდი ყველაფერს რა, მან ჭირდება ნამდვილად ახლა და გაკეთება უნდა ყველაფერს ახლიდან ლამაზად რა, როგორც საჭიროა. აი როგორც აქ არის წერეთელზე არის, იგივე ვარიანტი შეიძლება რა, მოწესრიგდეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე. გზის რეაბილიტირებამდე აქ რა სიტუაცია იყო რომ შეადაროთ საცობების კუთხე? განსხვავება იყო, სიარული ჭირდა და ყველასთვის რა და დიდი განსხვავებაა რა. უკეთესობა იგრძნობა და რა ვიცი, ყველა კმაყოფილია მეც მათ შორის. ამობაში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და დიდი განსხვავებაა რა, მოკლედ ავტობუსი დადეს თავის გზზე და გაგვიადვილდა მგზავრობა რა, მოკლედ. აი როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების კუთხით გზის? თავისუფლებაა მეტი თავისუფლებაა რა შედარება. დიდი უპირატესობაა რა, რო თქვათ, ყველაფერი განსხვავება რა. სხვაგანაც რომ მოხდეს იგივე, აი იქით გაგრძელებაზე აღმაშენებლის გამზირი ჩვენი. მანდაც იგივე რო გაკეთდეს, იგივე სიტუაცია რო იყოს, მოკეთესობა იქნება. ნუ განიტვირთება რა ქალაქი რა. თქვენ რა შეცვლით კიდევ რას დაამატებდით დიდუბის რაიონში? რავი, რაც შეიძლება მეტი გამწვანება რა. ჰაერი აღარ ყოფნის და ბაღების, სკვერები რა, რეკრეაციული ზონები. გარაჟების მაგივრა და კორპუსების მაგივრა. უფრო გამწვანება. ბავშვებისთვის და ჩვენთვის ყველასთვის. გზის რეაბილიტირებამდე თუ გახსოვთ აქაურობა როგორი იყო და როგორ შეიცვალა ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების კუთხით და საცობების შემცირების კუთხით? კი, მახსოვს როგორი იყო და რა თქმა უნდა უკეთესობისკენ შეიცვალა და ძალიან მოგწონს, ანუ საცობებისგან, ანუ ავტობუსით უფრო მალე მივდივარ დანიშნულ ადგილამდე და ძალიან კომფორტულია ჩემთვის მაგალითად. შეადიყენებ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენ? ისე რა, კი, ბავშვის გადაადგილების დროს უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ საცობების გარეშე მივდივარ დაადგილ ადგილას.
დღეს გავიგებთ რა ხდება დიდუბეში. ვიმყოფებით იღმის მასივში, ალეიას პარკში, სადაც ადგილობრივებისგან მოვისმენთ, რა გაკეთდა თავიანთ უბანში, რა გაუმჯობესდა და რა იდეები აქვს მათ. თუ გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა ადრე ეს ტერიტორია და რა გაკეთდა და ახლა რამდენად კმაყოფილი ხართ ამით? ნამდვილად მართლა კარგად გაკეთდა, ძალიან სასიამოვნოა, ბავშვები ერთობიან და ჩვენს რა თქმა უნდა სულ ყველა დიდ სიამოვნებას ღებულობთ და ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად. შადრევნები მომეწონა ძალიან და გამწვანება რა თქმა უნდა. მადლობა ყველას, ვინც ეს გააახლა და ყველაფერი კარგი რო კეთდება, ყველას წარმატებები. ესე ვთქვათ, ერთადერთი მინუსი რო ვთქვა არის, რომ უბრალოდ დიდხანს კეთდებოდა, თორე სხვა მხრივ ბევრად ლამაზია, ბევრად მწვანეა, ბევრად სუფთაა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრად კარგია, იმიტომ რომ ხშირად გამოვდივართ, ვსეირნოვთ, ვლაპარაკობთ და ეს დიდი პლუსია რა, ამიტომ ძალიან მომწონს. სხვა რა პროექტს გამოარჩევდით თქვენს უბანში ან თუნდაც რა პროექტის დამატებას ისურვებთ? კონკრეტულ უბანში ესე ვთქვათ, ვემხრობი ძველი გარაჟების აღებას, რაც უფრო ალამაზებს ესეც ჩვენ უბანს და ამ ძველი გარაჟების ადგილას კარგი იქნებოდა თუ გავაკეთებთ მსგავს პარკებს. თუ გახსოვთ, ადრე როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია და ახლა როგორ მოგწონთ? ზოგადად დასვენების კუთხით და სიმწვანის კუთხით ადრეც არ აკლდა სიმწვანე და ყოველ შემთხვევაში დიღმის მასივისთვის კარგი ადგილი იყო დასვენების. ახლა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და უფრო მეტი საშუალებაა ბავშვების გასართობი და შესაბამისად უკეთესობა არის. აქვე ვცხოვრობ და ვცდილობ, რომ რაღაც პერიოდი დღის განმავლობაში სულ ისე ჯდომა მიწევს სამსახურის გამო და რაღაც პერიოდი რომ საღამოს მაინც გავისეირნოთ, რა თქმა უნდა, ამ სკვერზე ვაკეთებ არჩევანს. სხვა რას გამოარჩევდით თქვენს უბანში კონკრეტულად, რაიმე თუ გაკეთდა ისეთი, რაც მოგწონთ ძალიან, ან თუნდაც რის გაკეთებას ისურვებდით, რის დამატებას, რაიმე ახალ პროექტს? ტყე, დიღმის ტყე, რომელიც, რა ვიცი, ბევრ მასივს არ აქვს და მე მგონი ერთადერთი ვართ და ძალიან მისახედია. შესვლა არ შეიძლება და კარგი იქნება იმასაც რომ მიაქცევენ ყურადღებას. თუ გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა ადრე ეს ტერიტორია, როგორ გაკეთდა და თქვენს ყოველდღიურობაში რა შეცვალა ამ სკვერმა? ამ ტერიტორიაზე პარკი სულ იყო, მაგრამ ესე მოწყობილი არ ყოფილა არასდროს, ცოტა შელახული იყო და ჩემ ცხოვრებაში რავი ყოველდღიურად მეგობრებთან ერთად დროს ვატარებთ აქ. კიდევ რა პროექტის დამატებას ისურვებთ, თან რა პროექტს გამოარჩევდით თქვენს უბანში? დამატებით არაფერს ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაფერი არის. კონკრეტულად ამ პარკთან მიმართებაში ვფიქრობ, დამატება აღარ საჭიროებს. რაც მახსოვს იმასთან შედარებით, ანუ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, გაკეთდა ძალიან ბევრი რაღაც და ანუ ყოველდღიურად ვსეირნობას ვთქვა ამ სკვერში და კარგი დასანახია, უფრო შედარებით ვიდრე იყო ძველი. კიდევ რა პროექტს გამოარჩევთ კონკრეტულად თქვენს უბანში, ან რაიმე პროექტის დამატებას ხო არ ისურვებთ? დამატებას ესე ჯერჯერობით არაფერს, იმიტომ რომ ესეც ძალიან კარგი არის და კარგი იქნება თუ ასეთი ბევრი პროექტი განხორციელდება ჩემ უბანში, ასე ვთქვათ. ამ სკვერში ადრე ძალიან არ დავდიოდი და ეხლა რომ დავდივარ, ძალიან მომწონს, როგორ გამწვანებული არის ეს და ხშირად დავდივარ ხოლმე აქ და ძალიან ბევრი გასართობი რაღაცეები არის ბავშვებისთვის, ბევრი სიმწვანე, სასიარულო ადგილი და ყველაფერი ძალიან მომწონს აქ. ეხლა ყველაფერი უფრო მოწესრიგებულია და ყველაფერი უკეთესობისკენ არის შეცვლილი. ადრე უფრო სიმწვანე ნაკლებად იყო და ეხლა ეს ალამაზებს თან ზაფხულში რომ ცხელა ჩრდილია და უკეთესია ეხლა როგორც. ეხლა ბევრად ლამაზია და უფრო მსიამოვნებს გამოსვლა. ბუნებაც უფრო ლამაზია, როცა მოვლილია და რა თქმა უნდა, მივესალმები ესეთ პროექტებს. თქვენს ყოველდღიურობაში რა შეიცვალა ამ სკვერის გაშენების შემდეგ, რამდენად ხშირად გამოდიხარ? ჩემ ყოველდღიურობაში შეიცვალა, რომ ყოველ დღე გამოვდივარ უკვე ამ პარკში. მინდა გითხრა, რომ არა მხოლოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ დიღმის მასივის მთელი მოსახლეობა მართლა აღფრთოვანებულები ვართ. იყო გარკვეული პერიოდი, სანამ გაიხსნებოდა, თითქოს ცოტა გაჭიანურდაო, მაგრამ ღირდა ნამდვილად ამდენ ლოდინად. უფრო მეც გეტყვით, აი, ჩემი აზრით არიან ახლა ოჯახები, რომ შეიძლება რომ ბავშვი ვერ წაიყვანონ დასასვენებლად და შეიძლება ითქვას, რომ ეს პარკი ამ ფუნქციასაც ასრულებს. აი, მთელ სიგრძეზე, არ ვიცი, ქუჩაც ძალიან მოგწონს, პარკიც ძალიან მოგწონს, აი, გულწრფელად აღფრთოვანებულები ვართ მართლა. ძალიან მომწონს ასევე, რომ ახალი სკამები შეცვალეს ყველგან. და უზომოდ მომწონს, რომ გააკეთეს ეს საქანელა სკამები.
ხო და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენც და სხვათა შორის დავრეკე კიდეც მერიაში, აუ როდესღაც და ვითხოვე რომ იქნება მეთქი ჩვენს უბანშიც დადგათ, იმიტომ რომ ისე არის რომ ჩვენი ეზოს წინ დგას რამდენიმე და სხვათა შორის იქ ჩავდივართ ხოლმე და ძალიან მომწონს ესეც და ალბათ ძალიან ძვირადღირებული პროექტი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ ეს არის აი ჩვენი მოქალაქეებისთვის მართლა ძალიან დაფასება, გულწრფელად, აი სრულად გულწრფელად ვამბობ. ნუ უბრალოდ ძალიან ბოროტი უნდა იყო, რომ ამას ვერ გზნავდე. ზოგადად აი ხალხგეოვნებით ეს რაღაცებში აი არ თანხდები ხოლმე, არ მიყვარს ხოლმე გამოხატვა, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოხატო.